ქოცო დედა მოწყმლებო არაბებს რო გაუხსენით და აჭრიალებს მათ მარტო არაბებს არას ხო ემიგრანტები დააბრუნეთ ბიჭო ემიგრანტებზე დახარჯეთ ფული აჩუქეთ ყველაფერი თქვენ გონი აქ მილიონერები არიან ერთი სული აქვს ყველას როდის დაბრუნდება მაგრამ სახლი არ აქვს კარი არ აქვს სად დაბრუნდეს რო ჩამოვიდეს სად იმუშაოს მაგ თქვენი დედა რომ მოწყან მე თქვენ ეშმაკებისკენ რო იყურები მთელი ცხოვრება საკუთარ ხალხზე გიფიქრიათ როდის მე რაჭის ერთ-ერთ სოფელში ზემო რაჭაში მიშა რო იყო პრეზიდენტი ყლეზე მკიდია ვისაც არ მოგწონთ ეს მიშა რაც გააკეთა კაი უნდა ვთქვა ტიპებს კომუნისტების დროს ტელევიზორი არ ქონდათ გაზეთები არ ქონდათ არაფერი არ ქონდათ კოლმეურნეობაში უტყნავდნენ დედის ტრაქს ამუშავებდნენ და რასაც ხორცი და ყველი იყო რაიკომის ბინები ჭამდნენ ხო და მოვიდა ეს ჩვენი მიხუი ერთხელ მიხუილა და გიგარი სასტრაფო დახმარება დანიშნა უფასო მობილურები ჩაურთო ტელევიზია მუშავდა ხიდი რამდენჯერ წაიღო იმდენჯერ უცბად გაუკეთა დენი მოიყვანა რო ყოფილიყო ახალწყლის სისტემასაც გაუკეთებდა და გასად შეიყვანდა მაგრამ ადგინდა დაგვიწყეს რუსებმა დაბომბა არ შეიძლება კარგად ცხოვრებაო და მიშას დააბრალეს მიშამ დაბომბაო თქვენი დედა მოტყა იმ სოფელში ეხლა აღარცას მობილურები დარჩა ეხლა ნუ ანტენებს ხო არ მოაძრობდა მაქტიკომი და ხო არ წაიღებდა სახში ინტერნეტი და მობილური დარჩა მაგრამ სასტრაფო აღარა всё უფასო სასტრაფო დახმარება გაგეცინება და რაღაც ერთი მუჭა ხალხი ცხოვრობდა და მაგრამ ადიოდნენ და უფასოდ კურნალობა ქონდა იმ ხალხს რა რამე კარგი გააკეთეთ რომ დაგიმახსოვროთ აი რამე კარგი გააკეთეთ რა როსუ დედის პროჭი არ გაგინეთ ხო აი ამისთვის მოგიტყან დედის პროჭი აი ამისთვის მადლობა არ შეგიძლიათ არაფერი კარგის გაკეთება ხო და თქვენი არ შეუძლებელი დედა მოტყან მე თქვენი რა არაბები კი არა ქართველებს აუშენეთ ბიჭო ემიგრანტებს დაუძახეთ და აჩუქეთ ბინები სირებო თქვენ მოგიტყან დედის ტრაკი ეს იყო თქვენთვის ხოცებო დილა მაგრამ ეს იყო ღამის ლოცვა საკრამენტოში მოგიტყანთ დედის ტრაკი მუნიციპალიტეტში თქვენი დებილი დედა მოტყან მე სხვა ენაზე აი თუ გამოსწორდებით მე ნახე გარსტუკი თუ არ გავიკეთო და ისე ვილაპარაკო დღესდღეობით ეს ენა არის თქვენთვის ყველაზე შესაფერისი თქვენი დედა მოტყანს უყველასი ხოცებო კარგად იყავით ესე იგი ჩვენმა წინაპრებმა მეომრებმა მეფეებმა წერლებმა პოეტებმა ამდენი იომეს იწვალეს წერეს იკითხეს ყველაფერი მოგაწოდეს რაც საჭიროა მოვიდა 21 საუკუნე და ხოცებმა მტრები შეიყვარეს რუსები მეორე მტრები არაბები ფერეიდანელ ქართველებს საქართველოს იმაზე გრაჟდანствоზე უარსეუნებიან და არაბებს მიწა უნდა მიყიდონ მაგრები ხართ გენაცვალეთ დედა მოტყნულო ხოცებო მაგ სისულელეში რა აი გიჟი და სულელი თუ ხარ კაი გიჟი და სულელი უნდა იყო ეგეც საქმეა კაი გამოყლეებული რო ხარ დიდი მიღწევა ეგეც რა გამოყლეებული თუ ხარ კაი გამოყლეებული უნდა იყო აი ბობოლა გამოყლეებული
აი შეფი რო ყავთ თქვენ ეგ და მაგის მომხრეები ვინც ახართ რა ბიჭებს ველაპარაკე და იმენა უყვართო რუსებიო აპრავებენო ისე რუსებსო რომ გაგიძებიო რა რომ დაინახავ და მოусმენო ასე იფიქრებო რომ ნუ ვის ემართება ეგეთი ემართებათ ნაკლებად განათლებულ უინტელექტო გამოყენებულ იდიოტ როჟებს რა მტრების სიყვარული ცოტა ხანში ვნახოთ ეგ რუსეთი რას მოგცემთ ჯერ რა მოუწია რომ წართმევის გარდა ხო და ეხლა რაღაც ანკესებს გიყრის ანკესები გადმოყარა ივანიშვილის ფულის სახით და თქვენც ამ ანკესებზე მიდიხართ რა არც ერთ კაპიკს არ შეგარჩენს რასაც მოგცემს 100 იმდენს წაგართმევს ხო ხო და აი სისულელეებს რო გელაპარაკებიან კასპში მაინც კაცების გათხოვებაზე რუსეთის ჯარში ვინც ახართ ნავსახურები და რუსეთში ნაცხოვრები სად გართმევენ ქართველობას და სათხოვდებიან კაცები ვიცი მე და სადა გარყვნილების პიკი ეგეც ვიცი და თქვენც იცით ძალიან კარგად მაგრამ გაჩუმებულები ზიხართ და უყურებთ როგორ აშტერებენ და ადებილებენ ამ ხალხს ყველაზე საშინელი ადგილი მაგ თემაზე ლაპარაკი არ მიყვარს მაგრამ იმდენს ბაზრობთ უკვე ყველაზე საშინელი ადგილი სადაც შეიძლება რომ აი მაგ თემაზე კაცი გაიყვნას ეს არის იცი თქვენ სადაც არის რა ხო ვინ ვისი ცოლია და ვინ ვისი შვილი დღემდე არ იციან ხო აი გარყვნილებას რაც შეეხება რამდენჯერ მითქვია ეს დედამოკლული იქით რო გაიხედავთ ჩვენი მტრებისკენ ვერაფერს ვერ ხედავთ ხო და ევროპისკენ რო იყურებით მარტო გეებს ხედავთ BMW-ს ქარხანა რამდენ მანქანას უშვებს საათში იმას ვერ ხედავთ ხო და ვაფშე რას აკეთებენ და რა ნუ ეს უბრალო საქმეებია იყლებებთ რა თავს რა ფულის გამო და ერთი ფეხში შველა ბიჭიოს გაიზარდა სოფელშიო უნიჭიერესი კაციო კაცი ვერც ერთ ენაზე ვერ ლაპარაკობს და ყველას დიდი ნიჭიერება რაც გააკეთა რუსებს დააჯერა კარგად რომ საქართველოს გაყიდი და მიცეს ფული და შემოაგდეს და ყიდის რა ნიჭიერება უნდა მაგას და დედა რა მაგარი რამე მოიფიქრა დათხარა ბავშვებს თვალები ცემა ტყეპა დახოცა ხალხი ცემაში ამოხადა სული და გაავსო ციხეები რა ნიჭიერი კაცია მიეცი ნიჩსა გზაფართო ტიპა ანეკდოტის მოყოლა არის ის ვერც ერთ ენაზე ვერ ლაპარაკობს საქართველოში რა ხდებოდა და რა ხდება აზზე არ არის ერთი რამე აქვს ტვინში გაჭედილი რა ფული საიდან გამოადნოს და სუპერხებზე კიდია ყველაფერი რა და ვერც ადნობს კარგავს ისი მშოვნელი იყო ბიჭო ეგა აფერისტები ჩათლახები და გოთერნები ხართ უყოლა კოცები რა სასწრაფოდ დავიწყებდი მთელი ზღვის პირას რომ ჩემი საქმე რო იყოს ზღვის პირას სასწრაფოდ დავიწყებდი მშენებლობებს სადაც დავაკავებდი ფერეიდანელ ქართველებს ემიგრანტებს დაუძახებდი გადაუხდიდი ხელფასებს და დაურიგებდი იმ სახლებს მერე ვაჭუკებდი სულ გაყიდვის გარეშე ჩავაწერინებდი არ იყიდება გაყიდვის გარეშე გჩუქნის სახლს ვერ გაყიდი всё და მთელი შავი ზღვის პირას დავასახლებდი ქართველებით რა და ქართველების მოყვარული ხალხით ყავან ეგეთები ხო ავიცი თქვენ ეშმაკებისკენ იყურებით და მაგ ეშმაკებმა სადაც მივიყვანეს ხო ნახეთ
ასე რომ კიდევ ერთხელ გენო მაგარიკა გენოზე არ უბრაზდები არ შევაგინებ გენოს გენო ჯიგარია რატო იჩეთო მაგ პრეზიდენტსო და კაცური კაცია და იმითო რატარ კაცური კაცი გენო ჯიგრიანად იგინება რა თან ისე მაინც შეიგინოს რომ იმას არ მოხდეს აი კაცური კაცი ლაპარაკის მეზარება უკვე რა მაგრამ ყოველ დღე შეხსენებით დაანებეთ ივანიშვილთან მუშაობას თავი გაიხადეთ ეგ მილიციის ფორმები და გადმოდით ხალხის მხარეზე ქართველების მხარეზე ქოცებო თქვენ ნაციონალობა აღარ გაქვთ უკვე თქვენ ხართ ქოცები ახალი ნაცია გაჩნდა საქართველოში ქოცები სულ ყველას მოგიტყანთ დედისტრაკი რა ერთიანად რა კარგად იყავით დღეს ბრიფინგი დამთავრებულია ცოტა მანქანისტარება მომიწია წინ და უკან დაღლილი ვარ ცოტა და ხვალე უფრო ნოყიერად გადმოგცემთ რა რას ვფიქრობ მე თქვენზე ხო და არ მოიწყინოთ მთავარი ეგ არის არ მოიწყინოთ ხო და კიდე ის მინდოდა ეს ბოტებს და ტროლებს რო უძახიან ეგენი ვინ არის ესე იგი სამსახურია აქვთ მიდიან დილით ჩართავენ აჰა დავით რეხუიაშვილი გვაგინებს მიპოვეს ჩვენც უნდა რაღაცა მივწეროთ და სურათებს არდებენ რაღაცებს აკეთებენ ფეიკებს და რაღაც ისულელებს მწერენ და შენი ლოკაცია მომაწოდე აბა ძმაო ჩემი ლოკაციას მოგაწოდი ეხლა ამერიკაში ვარ საკრამენტოში ჩამოვდი საქართველოში რო ჩამოვალ გეტყვი სად ვიცხოვრებ მოგაწვი ჩემ ლოკაციას და იარაღი შენამოარჩიე ძმაო დუელში თუ მიწვევ რა მაგრამ იცოდე რომ 10-იანში ურტყავ სულ რა სულ 10-იანებში ურტყავ თქვენი კოცი დებილი კოცი დედა მოწყალ მე თქვენი ლოკაცია მომაწოდე ტრის ლოკაცია ხო იცი იმას რა ფეხებს აჭამ ბიჭო მე რომ მემუქრები იდიოტო ერთი სოხუმში ზის მეორე ცხინვალში იმასთან ვერ ხაჩავ საკუთარ ხალხს რუსთაველზე მაგრად ურტყამთე თქვენს პატრონს უბედურს მოგიტყანთ დედისტრაკი ქოცებო კარგად იყავით ამერიკას გაუმარჯოს უკრაინას და საქართველოს